გამარჯობა მეგობრებო, ვიყოფებით მოტობოქსში, მოვედით ჯაჭვის მოსავლელად და ზეთის შესაცვლელად. გაჩვენებთ თქვენ თვითონ როგორ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება, თუ არა და აქაური მისამართი ყველამ ძალიან კარგად იცით. კენდენის ფილტრი ეყენა, ახლა დავაყენებთ ჩემპიონის COF 203-ს ზუსტად იგივე ზომა და ჩავასხავთ ჩემს საყვარელ Motul 300V-ს, რომელიც 1040, რომელიც ბევრი მოსაზრებაა იმის შესახებ, საერთოდ საჭირო არის თუ არა ეგეთი ზეთის ჩასხმა, უბრალოდ პატარა სხვაობა არის 7100 და 300V-ს შორის, ცოტა ძვირია. არემ კაი იყოს პრინციპით სულ ასხავ მაგას და რეალურად რამე სხვაობა არის თუ არა კაცმა არის. მოხსნათ ეს ჭუჭყი და ნაგავი რაც ზედ აქვს. ბევრი ხსნარი არსებობს, იყენებენ ბენზინს, ნავთს, რავი, შქველის შხამს და 1000 რაღაცას. ძალიან გაუბედურებული არის. მოკლედ ქარმა დამიხია გადასაფარებელი, მოტო იდგა გარეთ, რაღაც პერიოდი ისე ჩამოდიოდა წვიმა, რომ აი ესე იძონძა ჩემი ჯაჭვი. თუმცა არა უშავს, ეხლა რაც დარჩა ამ სეზონიდან ამ პერიოდს კარგად რო შევირგოთ, შევხვდებით მოკლედ გაწკრიალებული მოტოთ. ზეთით შევცვალოთ და ალბათ სადღაც 30 ცხენი მოემატება რა, გარეცხილზე რო უკეთესად იგზნო. 30-40, ხო? 30-40 ცხენი მოგვემატება მეგობრებო. და მოტო რო გამერეცხა ჯერ სანამ ჯაჭვს გავწმენდით. სპრეი ეგრემატულად არ შორდება მოტულის არის. წყალი ღირს ლარი და მოტულის ეს საფოხი ღირს 45 ლარი. ეს ფასები ისე შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და წაიღოთ სახში და თქვენ თვითონ ეკნათ ეს ყველაფერი ან შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ გაგიკეთებენ ამ ყველაფერს. რა არის ჯაჭვის წმენდის ფასი? 20 ლარი. 20 ლარად, ნუ ეს საფოხი და რაღაცები აქაური, ხო? ესე იგი 20 ლარი ღირს ჯაჭვის წმენდა, მოხვალთ 20 ლარს გადაიხდით და საფოხი მასალა, ჯაგრისი და ყველაფერი ადგილზე არის. გაგიწკრიალებენ ჯაჭვს, თუ დასაჭიმი არის, დაგიჭიმავენ და გაგიშვებენ სახლში. დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება ამ ყველაფერს? მაქსიმუმ 15 წუთში წახვალთ გაწმენდილი ჯაჭვით და ზეთის შესვლაც შეგიძლიათ. როგორც გითხარით, ჩემს შემთხვევაში ეს არის Motul 300V, აქ სკუტერის ზეთები არის და ძირითადად 7100, 1040, რომელიც მიდის ფაქტიურად ნუ უმრავლესობა მოტოებზე, ყოველ შემთხვევაში რაც ჩემს სამეგობროს მოტოები ყავს, ყველაფერზე მიდის ეგ და დიდი ალბათობით თქვენ მოტოზეც წავა 7100, 1040. სანამ ჩვენი ჟანგი მოიხსნება ჯაჭვიდან, შევცვალოთ ზეთი. ორი საქმე გავაკეთოთ ერთად. ესე არ ჯობია. რა ხელა ვოლტი მიხამუქცევას დაიწყებს. აი. უკეთესად შვება და რაგინა ძალიან გაფუჭებული არ გვაქვს. ზეთი არა, რატო იქნება გაფუჭებული თავის დროზე სულ ყოველთვის. ჯაჭვი წვიმაში და რაღაცაში მოიძენძა, თორე რეალურად მაგასაც საკმაოდ ინტენსიურად იმაშვები ხოლმე რა, ული ხოლმე რა. აი აქ ეყენა ფილტრი. ფილტრის მოხსნისას ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იქიდან ჩამოღრილი ზეთი აი შიგნით არ ჩაიღვაროს და ყველაფერი არ მოთხوارოს. მაგიტო ჰქონდა ეს პატარა კარდონის რაღაცა ნაჭერი და რავი თუ თქვენით შეცვლით მოკლედ ფრთხილად რა, იმიტომ რომ შეიძლება გაზეთოთ ყველაფერი და მე რაღაც მომენტში ვითომ MotoGP არის ცეცხლი წაგეკიდოთ რა. იმათგან განსხვავებით თქვენ ახალ მოტოს არავინ არ მოგცემდა. მე-10 თაობა ZX6R-ზე მოკლედ ჩემპიონის ფილტრი თუ დაგჭირდებათ COF 203 არის მაგისი კოდი და ზომა. დავაყენოთ. მაგრამ დაყენებამდე ჯერ დაჭირდება ზეთით ამოპოხვა, ცოტა ჯერ ჩასვლება უნდა რომ კარგად დადგეს, ხო? როგორც ყოველთვის. ცოტა შევამზადოთ, სამუშაოდ. ბატონო. აიო, დადგა და იკეთე. კენდენისგან განსხვავებით ჩემპიონის ფილტრს არ აქვს ბოლტის თავი არა აქვს, რითიც აი ესე შეგიძლიათ კენდენის მოხსნა მიყენება და ჩემპიონის შემთხვევაში არის ცარიელი ბურთი, არაფერი. დაგჭირდებათ აი ესეთი იარაღი, რომელიც გარედან ეჭიდება მოკლედ და ნებისმიერი ფილტრის მოხსნა მიყენება შეგიძლიათ ამ ხელსაწყოთ. ეგ არის ფილტრი.
საფუძველზე დადგა. მენიუალებში ყოველთვის მითითებული არის ორი ოდენობა ზეთის საჭიროების. ერთი არის ხოლმე ფილტრის როცა ცვლი მაგ შემთხვევაში, მეორე არის როცა ფილტრს არ ცვლი, ვისაც გაგიკვირდათ, პირველად რო გავიგე, მეც გამიკვირდა, შეგიძლიათ ზოგჯერ ფილტრი არ შეცვალოთ, იმიტომ რომ თვითონ მენიუალში წერია ეგეთი რაღაც. აი რა შემთხვევაში უნდა არ შეცვალოთ, მაგ პასუხისგებლობას მე ნუამკიდებთ, შეგიძლიათ თქვენი რისკით ჰოკინგიოსაც მოავკიდებთ. მოკლედ მე გეუბნებით რაც წერია მენიუალში. აქ ბევრი ჩემზე უფრო ჭკვიანი და გენიოსი იქნებით ალბათ კომენტარებში და შეგიძლიათ დაწეროთ და ერთმანეთს რჩევები მისცეთ. მენიუალში რაც წერია, მე გეუბნებით იმას დიდი ალბათობით ხა ეკრანზეც ხედავთ რაც წერია მენიუალში. მოვაშოროთ აი ეს ზეთის აუზი, რაშიც მოგროვდა ზეთი და დავხუფოთ აი ეს ზეთის სადინარი, საიდანაც ჩამოვღვარეთ წინა უარგისი ზეთი. გავწმინდოთ და დავამაგროთ უკან ბოლტი, რომელიც ხუფავს ზეთის სადინარს, საიდანაც ჩამოვღვარეთ ნახმარი ზეთი. რა თქმა უნდა, კარგად მოუჭერთ და შეგვიძლია რომ ეს ზეთი ჩავასხათ და ინდიკატორში შევხედოთ არის თუ არა საკმარისი ჩასული შიგნით. ეს არის 4-იანი, თუ ZX6-ში ცვლით 4 უეჭველი დაგჭირდებათ. 3.1 ლიტრი უნდა ჩავუშვათ. დავწმინდეთ, აქ ქვევით გვაქვს ინდიკატორი, ეს ალბათ ბევრი შემჩნეული გექნებათ, ვისაც არ შეგიმჩნევია ძალიან დაგაგვიანდათ, შეგიძლიათ ნახოთ, ოღონდ სწორ მდგომარეობაში უნდა იყოს მოტო ესეთ მდგომარეობაში და მე ზუსტად ჩანს რა მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი და იმის შუაში უნდა იყოს და მაგითი მიხვდებით რა მარტივად. მაინც ჩასმის დროს ყოველი შემთხვევისთვის შეხედეთ, საიდანმე იმედია არ ჟონავს, რომ ანუ თუ თქვენი ჩვევით რა თქმა უნდა რა. ყველაფერი სტაბილურადაა და რომ დარწმუნდებით რომ ყველაფერი კარგად არის და რომ ჩაასხავთ საკმარის რაოდენობას, მე რა თქმა უნდა შევამოწმოთ ამის მაჩვენებელზეც, რომელიც არის აი აქ. დროებით დავახუროთ, დავქოქოთ, ნეიტრალში ვართ და აი აქ დავაკვირდეთ. აიტანა ზევით და გასწორდა ზუსტად აი იმ ორ ხაზს ხო ხედავთ, მაგათ შუაში არის რა. ქვედა ხაზი და ზედა ხაზი, მაგათ შუაში უნდა იდგეს. მოკლედ ეს არის მოტობოქსი, ძალიან დიდი მადლობა მოტობოქს ჩემთან ძმაკაცობისთვის და გიორგის რა თქმა უნდა და თუ რამე დაგჭირდებათ მოკლედ სერვისში მოდით შევერდენეძის 9 ნომერი. ყველანაირად დაგეხმარებიან. გიო ძრავს დაშლი? ძრავს მარტო ჩემს. ძრავს შლის მარტო თავისას. თუ რაღაცა დაგჭირდათ მოკლედ აქ არის სერვისი, მოვბრძანდით, დაბრძანდით, მიირთვით.